მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა სანქციები ჩვენს მოსამართლეებს, ხოლო გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა პირველად გააკეთა განცხადება ახალ ხელისუფლებასთან, ჩვენს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან აქამდე ესეთი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. შეკითხვა გაუგზავნა გამომცემლობა Global News Jam, რომელიც ვაშინგტონში არის ბაზირებული და სწორედ მათ საპასუხოდ მოიწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა ასეთი რამ, წაგიკითხავთ ამ განცხადებას. ჩვენ გვაუმაგზავნებთ ჩვენი მიდგომების შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება ქართული ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებულ გაგზნობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგის ცენზურით ან ციხეში ჩასვლით. ასევე ვერ მოიპოვებთ მას ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით. თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია, თანხმობის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებშიო, წერია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის წერილში, რომელიც როგორც გითხარით, ერთ-ერთ მედია საშუალებას კითხვის პასუხად გაუგზავნა. გუშინ დღის განმავლობაში ქართული ოცნების მომხრეები, მათი წარმომადგენლები გამოთქვამდა ეჭვს, რომ შეიძლება ავთენტური არ იყოსო და მოიგონა ამ მედია საშუალებამ არის ფეიკიო, თუმცა დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა, რომ ეს პასუხი არის ავთენტური, ნამდვილი და შესაბამისად უკვე არ დააყოვნა რეაქციებმაც. ქართული ოცნების პირველი გამოჩნდა ქართული ოცნების ერთ-ერთი იდეოლოგი ზაზა შათირიშვილი, რომელმაც წელი წერილი დაწერა, თუმცა მისი მთავარი სათქმელი ამ წერილის არის ასეთი: სინამდვილეში ამბობს ზაზა შათირიშვილი, ტრამპი ზუსტად ისევია იძულებული დაექვემდებაროს გლობალურ ომის პარტიას და Deep States, როგორც ბაიდენიო თქვა შათირიშვილმა, ანუ ფაქტობრივად ოცნების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ვინც ხშირად ახმოვანებდა, თავიდანვე ისახმოვანებდა გახსოვთ ივანიშვილის მოსაზრებებს, ამბობს, რომ ტრამპის Deep State-ის დაქვემდებარების ქვეშა. კახა კალაძემაც გააკეთა ამაზე განცხადება და წაგიკითხავთ კალაძის განცხადებასაც თუ რა თქვა მან ამ თემაზე. არ მინდა წერილის დეტალურად განხილვა, თუმცა ერთი რამ ცხადია. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახალს ვადასტურებთ მსაუბარს იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველოს-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს. ძალიან ცუდია ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ჩვენ ცოტა ადრე 3 წლის წინ დავიწყეთ Deep State-ზე საუბარი. მაშინ ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა იმისა, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდოდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეთყოდა ამ ყველაფრისთვის. დღეს არის ის მოცემულობა, რომ ტრამპი ებრძვის Deep State-ს. ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენ დავგცინოდნენ, მაგრამ როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს Deep State-ი, ჭრილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოსო, თქვა კალაძე. მისი თქმით, დღეს ბევრი განცხადება კეთდება Deep State-თან ბრძოლის შესახებ, თუმცა ნაკლებად იდგება კონკრეტული ნაბიჯები. მოკლედ, მადლობას ველოდით და ამის ვაგივრად აი ეს განცხადება მივიღეთ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასვათ, რომ ტრამპიც Deep State-ის ტყვეობის ქვეშა მიუხედავად იმისა, რომ ებრძვისო. ეს არის დაახლოებით შინაარსი ოცნების პოზიციით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება პატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი. მივესალმებით მას. გამარჯობა ბატონო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა სიტყვით ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაკარგა იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალაგდება, იმიტომ რომ ადრე იყო განცხადებული, რომ აი 20 იანვრის მერე ყველაფერი შეიცვლება. მერე 20 იანვარი რომ დადგა და არ შეიცვალა, ამბობდნენ, რომ დაველოდოთ თუ დაამარცხებს Deep State-ს. ანუ ეხლა ამბობენ, რომ ვერ დაამარცხა როგორც ჩანს. ხო, შეიძლება, არ ვიცი, იმედი კიდევ დარჩათ. რატო? იმიტომ რომ ეხლა მხოლოდ ლოცვებით კი არ არიან ფსევდოლოცვებით დაკავებული, რომ რაღაცა ტრამპის ახალ ადმინისტრაციამ იქნებ გამოანათოს და ჩვენი ლეგიტიმაცია მოახდინოს. ბუნებრივია რაღაც ნაბიჯებს ამ მიმართულებით დგამდნენ, ცდილობდნენ და კვლავაც ცდილობენ და არა მხოლოდ ის, რაც სასაცილო იქნებოდა, სატირაედო არ იყოს, რაც კალაძემ თქვა, რომ აგერო 3 წელია რაღაცა Deep State-ზე ვლაპარაკობთო, მე პატარა შესწორებას გავაკეთებდი, არ ამგონია
3 წელი deep state-ს ელაპარაკობდნენ, სხვა შორის ნებისმიერ დროს 3 წლის არ ციცოდნენ ეს ტერმინი, ისინი გლობალურობის პარტიაზე ლაპარაკობდნენ. აი ის მახსენდება ხოლმე, რა ქვია, გინდა ფილმიდან, გინდა ნაწარმოებიდან თათაშხიაში როა, აი თაბაგარი როა იმის მამამარჩენალის მოადგილე და გარკვეული ერთი პერიოდი რომ რეულს რაღაც ლოცვები რო დააზეპირა და ყოველდღე როა ლოცვების გამეორება და მერე რო უცვლის უკვე ტექსტს რო ამატებს და ახალი რაღაცა სალოცავები და ის რო შემოაქვს და ეს მრევლი რო ეკითხება რომ ეხლა ამას რა დაიზეპირებსო და ხო დაგვასწავლიო და კი დაგასწავლეთო უკვე აღმოჩნდა რომ აი კალაძევის ბოლომდე ვერ დაისწავლა ჯერ ხო თქვენ სწორად შენიშნეთ, ცოტა სხვა ტერმინი იყო ადრე, მე რაღაცა სინონიმებად სადეს რო გაეხადათ და ეხლა ეწუწუნებიან, მოკლედ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ აიო ჩვენ ხო ვიმეორებთო თუთიყუშები ვითო რომ deep state-ს ვებძვითო ჩვენსო და მოკლედთო აი ესე რატო გავწირეთო. მოკლედ ნებისმიერი ხსენება ეს გულწრფელად გეუბნებით რა ისე როგორც სხვა რამებსაც გულწრფელად ვლაპარაკობ, მაგრამ გვჩვევია ესე ხო საუბარში. ჩვენს მიერ ნებისმიერ დროს ამ deep state-ის ხსენება ქართულ კონტექსტში მართლა შეურაცხყოფაა რა. ჩვენს მიერაც კი აი რაღაცა აი მე როცა საუბრობ, შეურაცხყოფაა ქართველი საქართველოს მოქალაქის ჩვენი მსმენელის. მაგრამ ხო სამწუხაროდ ვიწევს ამის გაკეთება, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა რომ რახან ვახსენებთ აი ამ უხეირო ჩვენს კონტექსტში ტერმინს, მაშინ მინდა ერთი რამე ვთქვა რომ თუ კი სადმეა ეს deep state, ეს ქართული ოცნება deep state საქართველოს თავისი სასამართლოში კლანები, თავისი რეგიონებში კლანებით და რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა deep state-ის სათავეში მოგეხსენებათ ვინც არის აი საპატიო თავმჯდომარეს არ უეძახიან ხო შესაბამისად თუ კი სადმე უნდა ვებრძოლოთ საქართველოში deep state-ს ეს არის სამწუხაროდ ძალიან სამწუხაროდ მართველი პარტია ხო ეს არის ამ ყბადაღებულ და რაც შეეხება ახლა უფრო სტრატეგიულად თუ შევხედავთ ამ საკითხს თუ რა მოხდა გუშინ მართლაც ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკაში გარკვეული პაუზა ჰქონდა იმაზეა რომ რა შეიცვლება ხო არ ხო გარკვეული პაუზა ჰქონდა არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებით არამედ სხვადასხვა რეგიონებთან დაკავშირებით როგორც ჩანს და ცხადია რომ ეს პოზიცია მან უკვე საბოლოოდ ჩამოაყალიბა და კერძოდ ეს პოზიცია ახალი ამ პოზიციაში არაფერი არ არის ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა ის რაც წერია კიდეც განცხადებაში რომ ის 34 წელია მართლაც ქართველი ხალხის გვერდზე დგას და შესაბამისად ანუ ყველას მიმართ შეცვალა პოლიტიკა ტრამპმა და როგორც ჩანს საქართველოს იმედი ქონდა რომ ბაიდენის პოლიტიკას მათ მისამართად შეცვლიდა მაგრამ ფაქტობრივად გაიმეორა არა მე მგონია ტრამპის ადმინისტრაციას ცალკე გავშალოთ თუ გნებავთ არა მგონია რომ სერიოზულად შეეცვალოს ეს ტარიფებს და სავაჭრო თემატიკას მე მიუბრუნდეთ თუ გნებავთ მაგრამ მე არ მგონია რომ პრინციპული და სტრატეგიული გადაწყვეტილებები რამე შეეცვალოს იგივე ნატოსთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა კვლავ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვეულებრივად ერთგული რჩება ნატოსი არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან რიტორიკას თუ გვერდზე გადავწევთ ცოტა ხანს რაც ახასიათებდა როგორც პირველი პრეზიდენტობის დროს, პირველი ადმინისტრაციის დროს პრეზიდენტ ტრამპს იგივეა ახლაც, თუ რიტორიკას ცოტა გვერდზე გავწევთ, რაც ხანდახან ბუნებრივია ამა თუ იმ სტრატეგიული მოკავშირესთვის, წრისთვის თუ მეგობრისთვის განსაკუთრებით შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, სტრატეგიული მმართველობით ჯერჯერობით ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერი არ შეუცვლია და რასაკვირველია აქ უკრაინასაც გულისხმობ, ხო? მაგრამ რომ დაუბრუნდეთ საქართველოს, არაფერი საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლილა ამ შემთხვევაში უბრალოდ მან პროაქტიულად თქვა შემდეგი რომ არ შეიძლება დემოკრატიულ უკუსლას მიესალმოს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე უფრო მეტი ვენსის ხსენება ამ წერილში ვენსის თავს ნიშნავდა იმას რომ დაახლოებით ასეთ რამეს ხო ახლა ევროპას ვაყვედურობთ რა დემოკრატიის ნაკლებობასო და სულებრიო თქვენც არ გაგიტარებთო ხო დაახლოებით ასეთი ამას ნიშნავდა ხო იმიტომ ვენსის ეს სიტყვა იყო ევროპისთან მიმართული ხო დიდ ბრიტანეთს უზაყვედურა რომ რაღაც ცენზურებს აწესებთო რუმინეთში რატო დაიჭირეთ პოლიტიკურ კანდიდატი და ასე შემდეგ ვენსის ეს სიტყვები არც ამაში არც ამ შემთხვევაში არც ვერც რუმინეთს წაიკითხავთ, ვერც სხვა ქვეყნებს წაიკითხავთ, უბრალოდ იქ წერია მარტივი ჭეშმარიტება, რაც არის. არა, როცა ითქვა მეთქი იმ კონტექსტში, მიუხედავად. კი, ნამდვილად, მაგრამ ამ შემთხვევაში JD Vance-ის სიტყვები იგივეა, რაც რა ვიცი. ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციისა, მისი დამფუძნებელი მამებისა, რომ არ შეიძლება იქ სადაც გაქვს დემოკრატიული უკუსლა, სადაც ქცემენ, სადაც
დემოკრატიული მანდატი არ გაგაჩნია, რომ ეს გაგიტარო და ეს მივიღო. შესაბამისად, ის რომ არალეგიტიმური სიტუაცია ლეგიტიმურად ჩათვალოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ესე არ იქნება და რაც შეეხება თუ როგორ გაგრძელდება ეს სიტუაცია, მარტივია იმის ნაცვლად, რომ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტებმა, არ ვიცი, ის გვარი რაც თქვენ ახსენეთ და ასევე დედაქალაქის მერმა და ასე შემდეგ, ხო? სხვა შორის ვიღაც საუბრობდა გუშინ, ბევრი ამას დიდი გამოცნობა არ ჭირდებოდა, რომ დღეს სწორედ აი ამ ფენომენის ხსენება იქნება და რომ აი ნახეთ მარცხ ხდება თურმე ამერიკაში deep state და უпростоრად იმარჯვებს ამერიკაში deep state და შესაბამისად აი ტრამპიც უკვე ჯო ბაიდენი გახდა ზოგიერთისთვის. ხო, მოკლედ ივანიშვილის პროპაგანდისტების ეს იაფასიანი ხანდახან რაღაც აქ ახლა ხალხს აინტერესებს რომ ნუ კარგი ასეთი არის მთავარი კითხვა რაც ახლა საქართველოში დაისვა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში რომ კი ბატონო დაუშვათ ვერ დავაგდა ტრამპის ადმინისტრაციასთან მაგრამ როგორც ახლა აველაშვილის ერთ-ერთმა მრჩეველმა ახლა დანიშნულ მრჩეველმა თქვა ქართულოსება ამისთვისაც ემზადებოდა და მზად იყო როგორც ჩანს. ანუ რა შეიცვლება ამით? კი ბატონო, ეს ვერ დავაგდა ტრამპთან, მე რა. გასაკვირველი ეს სერიოზული საკითხია. რაც მე რაც ამ ეთერში მარტო და სამწუხაროდ თქვენს რესპონდენტებს საუბარი უწევთ. შემდეგია, ხო, ქვეყანაში მყარდება ცდელობა, რომ დამყარდეს დიქტატურა. ეს სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება. ეს არის პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ერთი მიმართულებით. მეორე არის სამოქალაქო საზოგადოების და მესამე მედიის აკრძალვა, ხო? მაგრამ ერთს დავამატებდი აქ, რაც არის იმის გარდა, რომ ეს უკვე სერიოზული მავნებლობაა და თავისთავად ცხადია, ხო? როდესაც დიქტატურის დამყარების ცდელობა. თუ აი ცოტა ხანი ინსტიტუტად მოიხსენიოთ, ანუ ყველა ინსტიტუტი უნდა განადგურდეს. ნუ სასამართლოზე აღარ არის, ხო, უკვე ლაპარაკი და ასე შემდეგ. ყველა ინსტიტუტი უნდა განადგურდეს, მაგრამ თავარი ინსტიტუტია, ხო, დარჩენილი. ეს არის მეთოდები, რომ საბოლოო ჯამში როგორ მოვარგრიოთ თავარი ინსტიტუტი, ეს არის ქართველი ხალხი, ხო? ეხლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გავიხსენოთ, ხო? მოდი არ ვენდოთ ბჭყალებში ქართულ მედიას, არ ვენდოთ ქართულ თეორიულად ვიძახი ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ის იმათვისაც, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა, ეუთო ოდირი გავიხსენოთ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ორივემ შავით თეთრზე თქვა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ერთდროს ყალბად ალფავეტით რო თავმჯდომარეობა ერგო საქართველოს და ქართულმა ოცნებამ, რა ქვია, ძალადობით ხალხს უაზეიმა, გვახსოვს, ხო, ქუჩაში რო გამოიყვანა აი ევროსაბჭო, რა კარგი რამეა, რო გვეუბნებოდნენ. იმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ საქართველოში არის ავტოკრატია, კერძოდ არჩევნები გაყავდა, ქვეყანას ხავს პოლიტპატიმრები და ხალხს ცემენ და აწამებენ და ეს ყველაფერი გამოძიებულ უნდა იქნას. ხო, რასაკვირველია ეს მე არ გაიზიარა, არ ვიცი იქ გლობალურობის დაბრალდა ან დიპს თუ რაღაცას, ხო? მაგრამ ეს არ იქნა გაზიარებული. ეს თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. უთოდინმა თქვა, რომ ქვეყანაში არჩევნები არის გაყალბებული, იმიტომ რომ აღარ შევალ ამის განხილვაში და სხვათა შორის აქაც არ ვიცი ამაზრზენი სირცხვილია და სამარცხვინოა, როდესაც ჩავითეთზე წერია, არის ინგლისურად, არის ქართულად ეს დოკუმენტი არჩევნების შეფასება, სადაც ესე იგი უპრეცედენტო რადგან არ წერია პირდაპირ გაყალბება, არ წერია არალეგიტიმური და ეს სიტყვები ქართულოსებ ამბობს, რომ აღიარა უთოდინმა ჩვენი არჩევნები აღიარა. იმიტომ რომ უთოდინის დასმაში წერია, რომ ჩვენ არ ვამბობთ ამას ლეგიტიმურია თუ არა, ეს ხალხმა გადაწყვიტოს, ეს უპრეცედენტო, ეს არ ჩაწერილ სხვაგან, მაგრამ მე მთელი კასკადია, მე არ მეუნები არავის 50 გვერდი წაიკითხო, 3 გვერდი წავიკითხო, რითაც იწყება ეს ანგარიში, ხო? ეს შეჯამება, ხო? სადაც ჩავითეთზე წერია, როგორ უპრეცედენტო მასშტაბის გაყალბებასთან მქონდა საქმე. ეხლა ამგვარ სიტუაციასთან გვაქვს საქმე და რა რჩება ესე იგი, ხო? ეს რატომ მოვიშველი ეს მაგალითი არჩევნებთან დაკავშირებით? ანუ მასირებულად შეტევა მიდის ყველა ინსტიტუტზე და ერთი ინსტიტუტი რჩება, ხო? ქართველი ხალხი. რატო ცდილობენ აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, აკრძალონ სამოქალაქო საზოგადოება, აკრძალონ მედია, გააყალბონ არჩევნები, ხო? რომ დამყარდეს საბოლოო ჯამში ავტოკრატია. ხო, ანუ გამოდის რომ ვერ გააჩერებს ახლა, ვერ სანქციები. აი მაგალითად ლევან მურუსიძე გამოვიდა და კიო, ცუდიო, ბარათი დამებლოკაო, რაღაცაო, მაგრამ საერთოდ არ წავედამ დიდი ბრიტანეთში, ვიბლის ოფელში, ჩემთან სორშიო და კი ბატონო,
მაგ პერსონაჟებს გადავალ უბრალოდ. პერსონაჟი არ გამო დამოკიდებულება ესეთი აქვს ქართულზე. კი და სწორედ მაგიტო ვამბობ. ყველაზე ამაზრზენი რაც ხდება და ეს მინდა რომ ყველას კარგად გვესმოდეს, ნებისმიერ მოქალაქეს მინდა რომ კარგად ესმოდეს. საბოლოო ჯამში მიდის წავა შეტევა აი იმ ჯერ აუღებელი ინსტიტუტზე, რასაც ქართული ხალხი ჰქვია, რომ საბოლოოდ ის გარყვნან. საბოლოოდ რო გარყვნან, როგორ? აი რა შეხება პოლიტიკურ პარტიებს. აბზალ პოლიტიკური პარტიები შევქნათ რაღაც ფსევდო პოლიტიკური პარტიები. გახსოვთ ხო? საპატიო თავმჯდომარემ ეგრეთ წოდებულმა რო თქვა, რომ მეო პირობას გაძლევთო, მერეო აიო ნაღდი ოპოზიცია იქნებაო და აიო იქო უკვე კაი არჩევნები გვექნებაო და აი ნაღდი ოპოზიცია იქნებაო. სამოქალაქო საზოგადოებასაც შეეხება. აღგაოთ პირისაგან მიწისა სამოქალაქო საზოგადოება და შევქნათ ჭეშმარიტ ეგრეთ წოდებული ფსევდო სამოქალაქო საზოგადოება. მედიასაც შეეხება, ყველა მედია კრიტიკული, მათ შორის იქ სადაც ახლა ვიყოფები, ღმერთთან უკნას, აიკრძალოს ყველა კრიტიკული მედია, ახლა აღარ ჩამოთვლი იმ კანონებს, რასაც იღებენ და კიდე რასაც აპირებენ და შესაბამისად დარჩეს შეიქმნას ახალი ფსევდომედია. ესე იგი, ყველაფერი არის სიყალბე, ყველაფერი არის ფსევდო საბოლოო ჯამში, რომ გახრწნან და გარყვნან ბოლომდე საზოგადოება. და ამას მინდა რომ ყოველთვის მიექცეს ხოლმე. აი მაგალითად ნორვეგია გამოაქვეყნა ხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით, მათ შორის უცხოური აგენტების კანონითა და ინიციატივებით, რომლებიც ოპოზიციური პარტიებს აკრძალვის საშუალებას იძლევა ეს გამოხატვის თავისუფლებას ძირის გამოთხრით, სამოქალაქო სივრცისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაშლით ქართულ დემოკრატიას ამცირებსო ნათქვამია განცხადებაში. კი ბატონო, ყველა აკეთებს განცხადებას, ევროკავშირის წარმომადგენლებს, ამერიკას ასე შემდეგ, მაგრამ საპასუხოდ ეხა ეს პარტიების აკრძალვა ხო ფაქტობრივად პასუხი იყო იმაზე, რომ მეგობარი აქტის განხილვა დაიწყეს ამერიკაში. ანუ ივანიშვილი უკან კი არ იხევს. იქ რაღაც მეგობარი აქტი შემოიტანეს, ეს გამოვიდა და საერთოდ აკრძალა ოპოზიციურ პარტიებს. ანუ პირიქით, შეტევაზე გადადის, ასე ვთქვა. მე არ ვიზიარებ ბოლომდე იმას, რომ რაღაც იქ მეგობარ აქტს იღებენ და მე ეს ასე იყო დროში და რასაც უყურებთ ივანიშვილის ქმედებას აქამდე, სულ ასე აკეთებდა. ყველაფერი იყო პასუხი რაღაცაზე. აი, ჩავიდა იქ კელი დეგნანი მასთან სალაპარაკოდ, მეორე დღეს გამოვიდა და გლობალური ომის პარტია და რაღაცები გამოაცხადა. მე ვფიქრობ, მაინც უნდა ჩემი აზრია, მე დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილება სამწუხაროდ მას და მის ასე ვთქვათ გუნდს რეალურად კი deep state-სა და ამომის პარტიას მართლაც მიღებული აქვს, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი დამყარდეს, მცდელობა, დიქტატურა დამყარდეს. და დაახლოებით აი ესეთ შედარებას გავაკეთებ, ესეც ხო რაღაცა შემოგდებული თემაა ხოლმე პერიოდულად. აი თითქოს კი ხანდახან ხდება ხოლმე რომ ვიღაც ტაქტიკურად ამას იმეორებს, მაგრამ აი დაახლოებით ნატოს თემას შევადარებდი, რომ აი ნატოს გამოა მაგალითად საქართველოს ისჯება, ან ვიღაცა რო ისჯება. მარტივად რო ვთქვა, აი ერთ წარმოვიდგინოთ თეორიულად, საერთოდ ნატო რო არ არსებობდეს, რუსეთი ზუსტად იქ იქნებოდა საქართველოს, სადაც სამწუხაროდ დღესაა და ზუსტად იქ იქნებოდა უკრაინაში, სადაც სამწუხაროდ ის იქაა. რაც არ უნდა გაეკეთებინა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ჩვენ სხვა ახლო მოკავშირეებს, აი ნორვეგია ახსენეთ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ივანიშვილი ზუსტად იქ იქნებოდა დღეს, სადაც ის დღეს არის და მისი გუნდი. ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ გაცილებით ღრმა პრობლემასთან აქვს საქმე, იმიტომ რომ ეს რო იყოს მხოლოდ რეაგირება, რაღაც ისე გამოვიდოდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა უნდოდა სტრატეგიული პარტნიორობა არსებობდა საქართველოსთან, რომელიც მხოლოდ უნდა გაღრმავებულიყო და ნაცვლად ამისა ჩვენ დღე და ღამე ბოლო წლებია, რა ვიცი, უკიდურესი და უშვერი სიტყვებით ვანძღავდით, ხო? ანუ მეგობარი აქტის მიღება კი არ ქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი რა წლების წინ. პირიქით არის, მათ ქონდათ რეაგირება, თანაც როგორი მართლა მეგობრული რეაგირება ამ აქტში, ამ ჯერ კიდევ პროექტში, ხო, რა წერია, ხო? სიკეთეებზია ლაპარაკი, რომელსაც მიიღებს საქართველოს, თუ კი ის დაუბრუნდება, ხო, დემოკრატიულ გზას, როგორიც იყო თუნდაც შეიძლება მე გარკვეულწილად ამას არ ვიზიარებ და თუნდაც ქართული ოცნების პირობებში ბევრი წლის წინ. ხო, ნუ მანამდე კი ბატონო, მაგრამ ამას არ აკეთებს სოციალური თავით ამას ვამბობ ივანიშვილი და ამ პირდაპირ ამ სიგნალებს უგზავნით, ამ განცხადებებით თუნდაც ეს რაც გაკეთდა, რომ ჩემზე ზეწოლით ვერაფერს ვერ მიაღწევთ. ან დამელაპარაკეთ სუფთა ფურცლიდან, როგორც თვითონ ითქვა, ან ზეწოლით ვერაფერს ვერ მიაღწევთ. ხო, შესაბამისად როგორ ფიქრობთ, აი ეს პოლიტიკა ისე გავა ბოლომდე, რომ ჩემზე ზეწოლით ვერაფერს ვერ მიაღწევთ. აქ ამ ეტაპამდე გადის. პირიქით უჭერს და უჭერს, არაფერზე უკან არ იხევს. არა, მე
ცალსახად დარწმუნებული ვარ, რომ ესე არ იქნება. არ არის ყალბი ოპტიმიზმი. მოკლედ, ცხოვრება დინამიკაშია, უპირველეს ყოვლისა ჩვენ ახლა საგარეო შემადგენელზე ვილაპარაკეთ, მაგრამ წეხანაც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ცალსახად გავიმეორებ, რომ ჯერ კიდევ აუღებელი და ასე ვთქვათ, დაუმარცხებელი ინსტიტუცია საქართველოში და მოდის ვხდები, რომ ასე მოიხსენიებ ქართველ ხალხს, ეს არის ქართველი ხალხი. ეს დარჩა ბოლო ინსტიტუტი, სასამართლო აღარ არსებობს, ხო? რა ვიცი, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების აკრძალვა უნდა, მედიის აკრძალვა უნდა, ასე შემდეგ და შესაბამის კანონებსაც, ამ დრაკონულ კანონებსაც იღებს. ეხლა კანონს ხო არ მიიღებ, ქართველი ხალხი აიკრძალოსო, ხო? კანონით ვერ აკრძალავ და ვერ შეზღუდავ ქართველი ხალხის ამ ფენომენს და ამ ინსტიტუციას, ხო? შესაბამისად, ცხოვრება დინამიკაშია, ლეგიტიმაციას ელოდებოდნენ, ელაქუცებოდნენ რაღაც სისულელეებით, აი როგორც კალაძე წუწუნებდა, როგორც თქვენ დააციტირეთ, რომ აი ლეგიტიმაციას მიიღებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისაგან. ეს არ მოხდა. პროტესტი საქართველოში გრძელდება. მე არ ამგონია, არწმუნებული ვარ. ხო? მე ვინა ვარ, ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ რა ქვია, ერთ-ერთი რიგითი ვარ მეც და თვალს ვადევნებ თუ როგორ გრძელდება ეს პროტესტი და როგორ იზრდება არა თავების თვალს არ გულისხმობ, როგორ იზრდება ეს ლეგიტიმური ბრაზი ყოველდღიურად საზოგადოებაში. შესაბამისად, შემადგენელი, მოკლედ, ადგილობრივი მთავარი ქართველი ხალხის ზრახვა, გადაწყვეტილება, მისი ახალგაზრდობის, მისი ძველგაზრდების და ყველასი, ხო? და უმრავლესობის არის რომ საქართველოს წინსვლა უნდათ, ნორმალური ცხოვრება უნდათ, ევროპაში უნდათ, ღირსეული ადგილი უნდათ ევროპაში, ღირსეული ახალგაზრდობა უნდათ და ღირსეული სიბერე უნდათ, ხო? და საერთოდ ესე ხდება ხოლმე უმრავლესობის სახელით, თვითონ ამყარებენ ხოლმე, როცა ამყარებენ დიქტატურას, უმცირესობის პატარა ჯგუფი, ხო, ამ შემთხვევაში გასაგებია, ხო, საქართველოში ვინც არის ეს უმცირესობის ეს უმცირესობა. რეალურად ხო ვიცით უმრავლესობა სადაა და ვინაა საქართველოში. ამიტომ რა ვიცი, ახლა ეს არ არის უბრალოდ რაღაც ფუჭი იმედი, იმიტომ რომ მე რაღაც ამ ტელევიზიაში უნდა გავიმეორო და უნდა თქვა, ამის მჯერა, ამის მწამს, ხო? და ამის მაგალითები გვაქვს, სხვა შორის პოლიტიკური ლიდერებისგანაც. ამის მაგალითები გვაქვს, ხა მე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და არ მინდა რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე ვილაპარაკო მხოლოდ. მაგრამ აი ხა ახალი კანონი ხო მიიღეს ოპოზიციაში. ძალიან ღირსეული მაგალითები გვაქვს, ხო? აი ამ სიმამაცის და ასე შემდეგ და თავარია კიდევ ერთხელ ამბობ, ხალხი და ხალხი აჩვენებს ამ თავის. ხო, მაგრამ თუ ეხა ეს კანონები ბოლომდე გავიდა ხა, ხო, ფარა გავიდა, მე თქვენ მოგადგებიან, მედიის რეგულირების კანონი მიადგეს, მიიღეს და ნახოთ როგორ გაატარებენ ამას ყველაფერს ცხოვრებაში. ხო, მაგრამ ეხა სისხლის სამართლების პასუხისმგებლობა ჩაწერეს იქ. ამ ჯარიმები იყო. ოპოზიციურ პარტიებს ავკრძალავ თუ ამბობს პირდაპირ ამუკამდინარაძე. ამ ყველაფერს თუ გააკეთებენ, მე რა ხდება? დიქტატურა, მაგრამ მაგას ვამბობ ზუსტად. ხო, და მე ამ დიქტატურა 70 წელი იყო საქართველოში და იყო რა საქართველოს დიქტატურაში და შეიძლება იგივე მოხდეს თუ არა? თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მე დარწმუნებული ვარ, ესე არ იქნება. მე გაგახსენებ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ გაგახსენებ როგორ დამყარდა საქართველოს დიქტატურა, როდესაც 1921 წელს საბოლოო ჯამში ქართველები შემოუძღნენ დამპყრობელს, ბოლშევიკებს, ნაცისტებს და ფაშისტ უარეს დაჯგუფებას. და ესე დამყარდა საქართველოში დიქტატურა მიუხედავად ქართველი ხალხის გმირობისა. მე არ ველოდები, ხო, რაც არ უნდა ფართოდ გაუღონ ჭიშკარი, მე არ ველოდები, რომ დღეს მით უმეტეს დღევანდელი ნებოთ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მაშინ როდესაც ევროკავშირი და არავის მოეჩვენოს, იმიტომ რომ ეს არის ივანიშვილის პროპაგანდისტების ერთ-ერთი პროპაგანდისტული გზავნილი, აგერ ევროპას სუსტება, ევროკავშირის სუსტება. არა, პირიქითაა ძლიერდება უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპაც. შეიძლება მეტი გვინდოდეს, მაგრამ თავარი კითხვა არის, რომ თუ იზოლაციისკენ წავა საბოლოო ჯამში ეს რეჟიმი. ხო, და რასაუბრობთ, დიქტატურის დამყარება საბოლოოდ პიროისე ალეგორიულად ვამბობ, აი ცხენზე ამხედრებული ორჯონიკიძეები და ისჭირდება, რომ რუსულ ჯარს შემოუძღვენ საქართველოში. მე ამას არ ველოდები. რატო? აი მაგის გარეშე რატო ვერ დაამყარებთ? მე მგონი რასაც უნდა აკეთებს იმას. იმიტომ რომ ბოლო ინსტიტუცია, ბოლო ბასტიონი, რაც მათ უნდა აიღონ, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველ ხალხს ივანიშვილის უმცირესობის დაჯგუფება ვერ აიღებს და საბოლოოდ ვერ გარღვევს. ანუ ბელორუსია ისევ ამაზე ხარ თუ აქ არ გამოვა? ბელორუსში მე შეგახსენებთ, ეხლა საბოლოო ჯამში იქ ჯარი შეიყვანა პუტინმა თუ ხო, ანუ გატეხეს საბოლოოდ წინააღმდეგობა. გატეხეს, მაგრამ აბსოლუტურად მივესალმები და სოლიდარული ვარ ბელორუსი ხალხის და საზოგადოების გმირული ბრძოლის, მაგრამ გავიხსენოთ, იქ შევიდა რუსეთიდან რუსული პოლიციური, მილიციური ძალები და ის დაეხმარა საბოლოოდ.
ესე მოხდა და მე ამას არ ველოდები საქართველოში და საბოლოო ჯამში ეს არ მოხდება აქ. რატო არ ველოდები? თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში აი სალაფავი რაც უნდათ რომ ქართული საზოგადოება კვებოს და მოკლედ ასაზრდოს ოცნების მმართველმა პარტიამ თუ როგორც ქვია, საბოლოო ჯამში ეს არის მხოლოდ პროპაგანდისტული სალაფავი. რისი თქმა მინდა, ყველა სერიოზული თემის დისკრედიტაცია მოახდინოს. ხო, მე იმას კი არ ვამბობ, რომ უკრაინის ომის დროს საფრთხეები არ გაზრდილა, ხო? არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ გაიზარდა საფრთხე. მაგრამ ერთია, რომ საფრთხეების ადეკვატური, რელევანტური, სერიოზული, როგორც ვამბობთ ხოლმე, აი ინკლუზიური საზოგადოებასთან მათ შორის დიალოგის გზით აკეთო ამ საფრთხეების ანალიზს და მეორეა, რომ პროპაგანდისტული სალაფავი შეეცადო კვებო შენი საზოგადოება, რომ არ იქ მე თუ არა ვარ, ხვალ იქ სახში შემოგივარდება, რა ქვია, პუტინი. კი ბატონო, გასაგებია, ნახოთ, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, პატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები, ზვიად ცეცხლაძის და თორნიკე გოშაძის მშობლები. იცით რომ მშობლებმა გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კითხულობ რასაც რამენ CDC-ის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ფრინც საზოგადოებრივ მოძრაობას ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობასო, ამ ახალ მოძრაობაზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების და მათი მშობლების მიერ ჩამოყალიბებული ახალი მოძრაობის შესახებ ვისაუბრებთ. გუშინ მათ გააკეთეს განცხადება და ჩამოყალიბეს ახალი მოძრაობა სინდისის პატიმრები, ასე ქვია და წაგიკითხავთ ახლა მე ამ განცხადების ტექსტს, რომელიც გუშინ გააკეთა. ჩვენი შვილები, დები და მეგობრები არიან სინდისის პატიმრები, ნათქვა მე ამ ტექსტში. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ შვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვას და ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას. მათი დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებასა და ხმის ჩახშობას. ჩვენ სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის და ვაცხადებთ შემდეგს. გვინდა დავიწყოთ წინადადებით 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, აფხაზეთთან სამაჩაბლო საქართველოსმა. მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეერაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და სულისკვეთებისთვის. ჩვენ ქეთს ვიხრით ჩვენი თავდადებით თქვენი თავდადებისთვის და ბრძოლისთვის. შესაბამისად, არავის მივცემთ უფლებას, რომ ეჭვი შეიტანოთ თქვენ სულისკვეთებაში და პატრიოტიზმში. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ შვილებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის იდეისთვის და არ დაუშვებთ მათ უდანაშაულოდ ციხეში დარჩენას. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის. მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს, საკუთარი ქვეყნის მომავალს. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ, შემოგვიერთით ამ ბრძოლაში და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად. ნათქვამია სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაში. პატიმრების ოჯახის წევრები მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაერთიანდნენ. მოწოდება ეხება პოლიტიკურ პარტიებს. ყველა პროდასავლურ და პროევროპულ პარტიას მოუწოდებთ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ თავარი სამი მიზნის გარშემო: ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა, ნათქვამია მათ განცხადებაში. ჯერ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან ორი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის და თორნიკე გოშაძის მშობლები, დედები ნარგიზი დავითაძე და მარიზი კობახიძე. მოგესალმებით, ბატონებო. მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. მე თქვენი მიმართვის ტექსტი წავიკითხე, აქ საუბარია, რომ იყიწყებთ ახალ მოძრაობას და ახალ ბრძოლას. ხო, რა სახეს მიიღებს ეს მოძრაობა და ბრძოლა, ამაზე რო გითხრათ და ასევე მინდა რომ იმ აყურებელს და რადიო მსმენელებს, ვინც შეიძლება არ იცის კონკრეტულად თქვენი შვილების ამბავი, ესეც რომ შევახსენოთ და მოუყვეთ მათ, დავიწყებთ თქვენგან, ბატონ ნარგიზ, თქვენ ხართ ზვიად ცეცხლაძის დედა. კი, მაგრამ როდის ააკავეს ზვიადი და რა ბრალი აქვს მას საყენებული, ეს რომ კიდევ ერთხელ უთხრათ მათ, რას ედავებიან და შემდეგ უკვე ამ ბრძოლაზე გადავიდეთ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ზვიადის ედავებიან ორგანიზატორობას, ჯგუფურ ძალადობას
და ისეთი მუხლები აქვს წარდგენილი, რომ ვიცინით ბილანდესაც შეშურდებოდა. 19 წლის ზვიადს აქვს ისეთი მძიმე მუხლები. ხო, 13 წლის ზვიადი სტუდენტი დაჭერილი. რა ფაქტები აქვს თუ იცი? არანაირი ფაქტები არ აქვს. ანუ რა უდევს საქმეში პროკურატურა? საქმეში უდევთ მოლოტოვის კოქტეილები, რომელიც ზვიადი საერთოდ არ ჩერდებოდა ბინაში. ერთი კვირა არც ყოფილა სახლში, უნივერსიტეტიდან აიყვანეს და საქმეში არ დებენ იმას, რომ ზვიადის არ გაუთენებია სახლში, ზვიადი რომ უნივერსიტეტში იყო, მეგობართან ერთად რომ ტაქს რო გამოიძახა რა მარშრუტებით დადიოდა, ამას პროკურატურა არ იღებენ საქმეში. რო ჩხრეკას არ დაასწრეს არც მეზობელი, არც ადვოკატი, ვიდეო ლაივები არის, რომ როგორ შედიან ჩანთებით ზვიადის საცხოვრებელ სახლში, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება არ დაუშვეს საქმეში. ასე რომ ამ ზვიადმა ხელი არ მოაწერა და მაგას ამ მოლოტოვის კოქტეილები მის სახელიდან ამოვიღეთ თუ ამას ამობენ თუ რა და აი ზვიადი მის დააკვირა მის ადვოკატს და მისი ადვოკატიც ძალიან გაკვირვებულიყო მოლოტოვის კოქტეილს როცა ამზადებ მაგას მისი წესები ქონია და ზვიადი ხო სახლში არ ყოფილა იქ რომ შრალი ფითილები იყო და ესენი ყველაფერი დააკვირვა ადვოკატს მაგას მისი წესები აქვს და კიდე რას აკეთებენ ეს მოლოტოვის კოქტეილები ჩაუდეს ყველას და ერთი და იგივე ბოთლები დააქვთ ნახევრად დამზადებულიო ბოთლებსაც კი არ ცვლიან. იმდენად არ აინტერესებთ, თავარია ეტყვის ერთი კაცი და ესენი გადაწყვიტავენ. ბოთლი მაინც შეცვალე, ან იქ ცოტა ერთით ნაკლები, ან მეტი რაღაც, არა. და ისეთი მართლა აბსურდული ისეთი ისენი აქვთ მისჯილი მუხლები ამ ბავშვებს, რომ სასაცილოა რა. სტრასბურგში გავასაჩივრებთ აუცილებლად სანდრო ჭიჭინაძის საქმე მიიღეს სტრასბურგში და უკვე განხილვაში ანდრო ჭიჭინაძის შემეშალა. თორნიკეც ამ საქმეში არის, ხო? ერთად არიან როგორც ის ბრალდებული, მასაც ეძებებენ ჯგუფურ თორნიკეც სახელიდან აიყვანეს. ხო, მის საქმეში რა არის? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თორნიკე 4 დეკემბერს ძინარე რა თქმა უნდა იყო სახლში და 12 პოლიციელი დაადგა თავს და ერთადერთი თორნიკეს რაც აჩვენეს ეს იყო ვიდეო სადაც დგას აქციაზე და სახე დააფიქსირეს ეტყობა ზვიადისგან განსხვავებით ჩვენი სახელიდან მხოლოდ რაც აცვია ტანზე ის ტანსაცმელი მოიძიეს და წაიღეს ქართული დროშა რომელიც საერთოდ თორნიკეს ხელში და წარჭერია ის დროშა თორე ქართული დროშა კი დაქონდა ის იყო ჩემი საკუთარი დროშა რომელიც მე თან დამქონდა როცა გავდიოდი ვიყავი ადრე თურქეთში ვიყავი იტალიაში სამუშაოდ და დამქონდა ჩემი ქვეყნის დროშა იმიტომ ეს იყო ჩემი სიმშვიდის წყარო იქ და ზედ მქონდა წარწერები და დახატული უკრაინის ზუსტად ის პერიოდი იყო რომ უკრაინას გამოუცხადა სოლიდარობა იტალიამ და მეც დავახატე ამ დროშას რაღაცები და დავაწერე სოლიდარობა უკრაინას და ის აქ წაღებული ნივთკიცებად მეტი არაფერი ჩვენი სახლიდან საერთოდ და ედევებიან ჯგუფურ ძალადობას 8 არიან ერთად ამ დროს არც ერთი ერთმანეთს არ იცნობს საერთოდ და ეხლა გაიცნეს ვიჭერმა ერთმანეთი გზაზე თქვათ გადმოყვანისას და იქ საბრალდებო სკამზე როზიან ერთმანეთის გვერდში იქიდან გაიცნეს ერთმანეთი რა თქმა უნდა რას აღიარებენ რაც არაფერი დაუშავებია და ამბობს ყველა რომ ყველს არ ვაღიარებთ თუ გინდათ მთელი ცხოვრება ციხეში მოგვიწევს ყოფნამო და ასე რომ რას ამბო ცირკია რა ცირკია ის სასამართლო სადაც ჩვენ დავდივართ აი არ ვიცი ეს პროკურორები ერთ და იგივე ამოიღებენ ერთის სახელს ჩასვევენ მეორისას ალბათ რა მასია ხო იმით შემდეგ ისაც რასაც ჩვენ არ ვესწრებით სხვის სასამართლოებს ხა ალბათ თორნიკე გოშაძე იქ შევლიან მე იტყვიან ანდრო ჭიჭინაძე ხო სიტყვაზე იმასაც იგივეს ხო და ახლა ერთ-ეგივე ბრალია ერთ და იგივე აი თავს აი ეს ზიან პროკურორები აი ესე და არ იყურებიან გაოცებული ვარ არც პატიმრებისკენ არც მოსამართლისკენ არ იყურებიან არც ადვოკატებისკენ აი ეს ზიან და ის პატიმრები რა ვიცი იქ იცინიან ალბათ რა ვიცი რა დასწინიან იქიდან კარნახობენ ხანდახან რაღაცეებს რომ გამოგჩათო რა უკვე ზეპირად იციან იმათმა ეს რასაც იტყვიან და მე ისინი იქიდან ახსენებენ კიდე
ხო, გასაგებია, მაგრამ ანუ ასეთ ვითარება მივიღეთ ახლა ჩვენ და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ბრძოლა, ანუ რა შეიძლება რომ გაკეთდეს, რა მოლოდინი გაქვთ იგივე საზოგადოების მხრიდან, ამაზეც რომ ვისაუბროთ და ეს ახალი მოძრაობა გეგმები რა იქნება. ხალხს უნდა აი რაღაც მოწოდება, აი ელოდებოდნენ ყველა თანახმარი, ყველა მზად არის. აი 8-ში ძალიან ბევრი ვიქნებით და 9-ში რასაპირებთ კონკრეტულად რომ 8-ში რომ ვიკრიბებით, აღარ ვიშლებით, 9-შიც აღარ ვიშლებით. მემორიალთან ჩვენ მივაგებთ პატივს, ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა ღირსი არ არის მემორიალთან მივიდეს და პატივი მიაგოს, რაც იქ მოხდა და რასაც ახლა გვიკეთებ. მე მოვისმინე რა თქვენი კომენტარი, რომ მთავრობას არ მიუშვათ მემორიალთან. არც უნდა თვითონაც არ უნდა მოვიდეს. ისე მინდა მოვიდეს იქ მთავრობა და აი სიმართლე ასე ჩავხედო თვალებში და უნდა უთხრა სიმართლე. ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან ეგენი. ყოველ დღე რასაც შობიან მათი კანონებით. და ყოველ დღე ამკაცებენ და საერთოდ გაგვიქრა შიში. არ რაც მეტი იმათ გონია რომ გვაშინებენ და აცი ისი უნდა შეგვეშინდეს რაც გვიქნეს. ჯარიმები 13 ჯარიმა გვაქვს. უკვე ჯარიმა რომ მოდის მომენტ დროზე დატიე და всё რა პასუხის გაცემაც კი აღარ გვინდა. ვიტოვებთ პრობლემათ და всё. საყვედურსაც კი ვეღარ ვეუბნებით. ხო. მივაჩვიეთ. კი ბატონო, ეს მესმის, მაგრამ როგორ გონიათ მაინც, ანუ რა ეს მიღწევა ცდილობს ამით ხელისუფლება, რატო არიან ისინი, ჩვენ ხედავთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით უკან არიხევს ხელისუფლება, ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებთ რაღაც, რომ აი ძალადობას არ გავატარებთ, არ ვიქნებით კაცრი ძალადობის წინააღმდეგ, რაღაც იქ პოლიციელებზე თავდასხმა, ზოგს რას ედავებიან და ანუ უკან დახევას არ აპირებს, ხო ხელისუფლება. დაიხევს. რატო არ დარჩებათ. აი ეს როცა ეგრეთ წოდებული მთავრობა ძალადობაზეა გადასული მასიურად, ის ვერასოდეს ძალადობა ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ დედები ვართ გაასმაგებული დოზით ბრძოლაში ჩართული და მაგას მიიღებენ შედეგს. ჩვენ არაფერზე უკან არ ვიხებთ და ესე ვამბობთ. ერთ დღეს დავიბადეთ, ერთ დღეს მოვკვდებით. სისხლი უნდათ აგერ ვართ ბატონო. ჩვენ არ დავიხევთ უკან. გამოიყვანონ ის როგორ კოპები ქვია თუ წყლის ჭავრი, რაც უნდათ ისკნათ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ ქვეყანას ვერ დაუთმობთ რუსეთს. მე ვალდებული ვარ ჩემ შვილებს და შვილიშვილებს დამოუკიდებელი ქვეყანა დაუტოვოთ. იმიტომ ვერც კი წარმოუდგენია ზვიაც დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებულმა როგორ უნდა იცხოვროს ესეთ ზვიადი მარტო სწავლა, განათლება, რაღაცა არ ვიცი, სხვა რამაზე ვერც წარმოუდგენია ფიქრი. ქვეყანა ძალიან უყვარს ზვიათს და ესე აქ ნათქვამი. ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი. არც ვიაც არ ეშინია ამის. ასე რომ ჩვენ ვიბრძვით დედებით და შვილებით. მადლობა დედებს და მადლობა შვილებს, რომ ძლიერები აღმოჩნდით ყველა და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი ვყავს. მაგენმა ვითომ დაშალეს, მაგრამ შეგვკრეს. დედები უფრო გაგვაძლიერეს. თქვენ რა სიტყვით? მე რას ვიტყოდი და ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, იქ ალბათ 1-2 კაცი ზის, ვინც 9 აპრილი იცის რა იყო. იქ მეტი ალბათ არავინ არ ზის, იმიტომ რომ ხელისუფლებას გულისხმობ. ხელისუფლებაში გულისხმობ. მე იმათზე უფრო მებრძოლი ვარ, იმიტომ რომ მე ვიყავი 9 აპრილის მონაწილე და ვიყავი ყველა იმ დღის მონაწილე 9 აპრილის მერე, აი ბოლომდე, როცა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება და სიკვდილი გამოაცხადეს, ჩვენ მაშინაც ვიბრძოდით, რადგან არ გვჯეროდა ეს. მე ვარ ყველა იმ გასროლილი ტყვის მონაწილე, რომლითაც ჯაბა იოსელიანის ხუნტა დაგვდევდა ქუჩაში, დაგვდევდნენ ტანკებით ქუჩაში, როცა აქციებს ვაწყობდით. ვარ იმ აქციის მონაწილე 2 თებერვლისა, როცა ტერიშვილის პატარა 17 წლის მედროშე ბიჭი თამარაშვილის ხიდზე დაგვიხრიტეს. 25 წლის ვიყავი ალბათ მაშინ და სისხლიანი ტანსაცმლით მივდიოდი სახლში და დღეს ჩემი შვილია 25 წლის და ისე ამისთვის იბრძვის და ვერ მოვა ხელისუფლება, ვერაფრით ვერ მოვა ხვალ, იმიტომ რომ მათ არ აქვთ უფლება, მადლობა თქვენ რომ შარშან იყვნენ თუ შარშან წინ იყვნენ და დადიოდნენ რაღაც 10 თუ 12 წელი და ვითომ ყვავილები მიქონდათ იქ სადაც 9 აპრილის მემორიალია, მაგრამ ეხლა აღარ აქვთ უფლება, იმიტომ რომ მათ
ამ წელიწადში დაიწყეს ომი იმ 9 აპრილს დაღუპული ახალგაზრდების წინააღმდეგ და ცოტა ხანში მათაც გამოაცხადებენ სამშობლოს მოღალატებად, როგორც დღეს აცხადებენ, თქვა ტატუნაშვილს და ამ ბიჭებს, ვინც იბრძოდა 2008 წლის ომში, ისინი გმირებად არ აცხადებენ ამას, ისინი აცხადებენ მოღალატებად და ალბათ მიცვალებულებს. ამბობენ რომ ეხა ჯარისკაცებს ჩვენ არ ვერჩით რაღაც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ხო, არა, რას ლაპარაკობ, ყველას ერჩიან ესენი. სულ ყველას ერჩიან, იმიტომ რომ ესენი რასაც აკეთებენ, მე ვარ ყველა ხელისუფლების მონსტრი, აი ყველაზე მეტი 9 აპრილის მერე ეროვნული ხელისუფლების და ვარ იმის მონსტრი, რომ როცა ზუსტად გამსახურდიან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ის ვაკის პარკიდან ხელში აყვანილი წამოიყვანა ხალხმა. ეს იყო რა არ ვიცი და ამ საქართველოს ღუპავენ ისევ, რაც გავიარეთ ჩვენ. ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი ბრძოლა მივა შედეგამდე, იმიტომ რომ ჯერ არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ თავის ხალხთან ომი არ მოუგია. ხო, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ აი შეცოტავდა ხალხი, შესვიდენი აღარ დადის და რას ეთქვით ამ ხალხს? ადრე მართლაც უფრო მეტი მოდიოდა და თქვენ რას ფიქრობთ? გრიპები იყო სეზონია, ზოგი სიცხეს დამწევს დალევდა და მოდიოდა ერთჯერ ორჯერ შეუბრუნდათ გრიპები და ეს ძალიან კარგად იციან რომ სეზონი იყო გრიპების და დედა გახდავად, მერე შვილი გახდავად და დედა ხომ ყველა სჭირდება ზრუნვაზე. აი ნახავენ აწი თუ იქნება შეცოტავებული. თუ მაგრები არიან, რატო ვერ ნიშნავენ არჩევნებს? იმიტომ რომ ვინც ყავდათ, ისინიც ხმას აღარ მიცემენ. რატო ხართ ამაში დარწმუნებული? ვარ დარწმუნებული, ძალიან ვარ დარწმუნებული. არა. მე ხო ვიცი, აი ჩვენს მეზობლებში მაშინ ვინც ხმას აძლევდა და შიშით რომ მიცეს ხმა. всё, უკვე დაინახეს, ეს დაინახეს. მე მაგალითად ცოტა ხანი ჯეროდა რომ მართლა მივდიოდით ევროპაში და სწორ გზაზე ვიდექით, მაგრამ აი ერთი წელია უკვე ხედავ რომ არა, აი ესენი გვატყუებენ და ზოგმა უკვე დაინახა. ახლა აღარ ცმალავენ. აი ეს კომისია რომ შექმნეს. ვაიმე რა სასაცილო და სამარცხვინოა, თუნდაც ის წულუკიანი. აი ღმერთო, მართლა როგორ არ ცხვენიათ? და ძალიან მწყლის კიდე რომ მიდიან და წულუკიანს ალანძღინებენ თავს. არა, მე მირჩევნია დავჯდე ვიდრე მაგაც ვალანძღიო თავს. და ბოლოს თუ ოპოზიციასაც მიმართავდით ამ თემაში, რა გაქვს ოპოზიციისთვის ათელი საუბარი იყო რომ გამოუცხადოთ ბოიკოტი არჩევნებს. თუმცა რამდენიმე პარტია ოპოზიციიდან ჯერ თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებიდან. რას ეთქოდეთ? მე მაგალითად ოპოზიციის აღარ მჯერა. არ მჯერა, იმიტომ რომ არ ვიცი ხა რას ფიქრობენ ის კი შევყვირდე რომ არა ჩვენ არ მივყეთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ თუ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არ ვავაჭრებთ ჩვენი შვილებით ნამდვილად, თუ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ხალხმა, ჩვენ დედებმაც და ყველამ, ოპოზიციას არაფრით არ მივცემთ უფლებას ისინი იმათმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენი შვილების ხარჯზე, ჩვენ ხარჯზე, ჩვენ გავემარჯვოთ, ჩვენ დავამარცხოთ ეს მარიონეტი ხელისუფლება და მე ოპოზიცია დიდი სამბით წამოსკუპდეს იქ სკამებზე. არაფრით არ მივცემთ ამის უფლებას. იმათ ვინაც ვიბრძოლებთ მე, ისევე როგორც ვიბრძვით ამათვინ და ამიტომ ხელისუფლებაში მოვა ისეთი ძალა, ახალგაზრდები, აგერ მშვენიერი კარგი ახალგაზრდობა გვყავს ბევრად უფრო უკეთესი და ესენი არ ვიცი რა, გამოჩნდებიან სადღაც, ხმას არ იღებენ, მაშინ როცა ჩვენ უკვე ვითხოვთ, სტუდენტებიც უკვე ითხოვენ პოლიტიკოსს, რომელიც ჩაუდგება ამათ სათავეში. შეიძლება კი ეს რაღაც სტუდენტებიც გაქნენ ამ აქციაზე. ხო, რაღაცნაირად იცით რა იყო? თითქოს ვიღაცეები შეაშინეს ამ იმით ჯარიმებით, მაინც ხალხი ის არის ლარი პატარა თანხა. ხო, პატარა თანხა არის, ვიღაცას ბინა აქვს, ვიღაცას რაღაცა, ვიღაცას საერთოდ აღარ ეშინია, აგე პაატა ბურჯულაძე, ესეთი ცნობილი ადამიანი რამდენჯერ მიაკითხეს და კი უთხრა რომ მოდით და იქ მოდით პირდაპირ თავისუფლების მოედანზე იქ ვდგევარსო. ეს არის ყველაზე სამარცხვინო მთავრობა. მე რაც ხელისუფალი ყოფილა საქართველოში 63 წლის ვარ, რაც მახსოვრობა მაქვს, იმიტომ კი არა რომ ვიღაცა გძურს, სიძულვილი მოდის ცუდი საქციელით, ხო? მე თუ იმას ვიტყოდი რომ ჯაბა იოსელიანის დრო შეიძლება სანატრელი გახდეს, ვიდრე ამათი უსირცხვილოები არც ერთი არ გამოდის, მშიშრები არიან საერთოდ. არავინ არ გამოდის და თქვა ხალხს რაღაცა მოუწოდოს. გახარიაც კი გამოვიდა მაშინ როცა თვალები დათხარა ბავშვებს, გამოვიდა მაინც ქუჩაში ერთ-ერთ აქციაზე
ესენი არის შიშრები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდეც რომ მოვუშვათ ის 9 აპრილს იქ ვერ მოვლენ. იმიტომ ისინი არიან შიშრები და ახლოს ვერ მოვლენ ხალხთან ვერავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ახალი წლის ნაძვის ხის ზეიმზე ისინი ვერ მოვიდნენ იქ და ვერ მოიყვანეს თავიანთ შვილებს. ბატონო, თქვენ რას ეტყოდით ოპოზიციას ამჯერ? მე ოპოზიციას კიდე ჯერა რომ არ მიცემს ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას ლეგიტიმაციას, თუ მართლა მაგენს ლეგიტიმაცია მისცეს, ადგილობრივ ჩვენს მონაწილეობას ასე აღიქვა თქვენ. კი. ხო, რა თქმა უნდა. ზუსტად იმნაირი მოღალატები აღმოჩნდებიან ჩვენ თვალში. არ მივცემთ. მაგრამ ისინი ამბობენ, ვინც არის ამომრჩეველი ოპოზიციის, თუ დარეგისტრირდებიან და იქამდე არც მგონია რომ მივიდეს ეს თავრობა იქამდე, თუ დარეგისტრირდებიან ჩვენ ხმარ მონაწილეობას არ მივიღებთ არჩევნებში. არ მივართ, არ შემოუხაზავთ. და დავიჯერო ახლა ოპოზიციამ იმდენი არ უნდა იცოდეს, რომ ქართულ ოცნებაზე ვარესები აღმოჩნდნენ და ლეგიტიმაცია მიცეს აგენს. მით უმეტეს გაუყალბეს, ხო? ხმები გაუყალბეს, არჩევნები წაართვეს და ბალანსი უნდა ყოფილიყო. თვითონ ისეთ ოცნებაც იქნებოდა და ოპოზიციაც და დავაბალანსებდით სიტუაციას, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ან ყველაფერი, ან არაფერი, ასე გადაწყვიტა. ამათ თუ ლეგიტიმაცია მისცეს, ვარესები აღმოჩნდებიან ჩვენ თვალში. მაგრამ მაინც მგონია რომ არ მიცემენ ლეგიტიმაციას. ხო, გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის. გისურვებთ რომ თქვენი შვილები მადაგენახოთ თავისუფლებაზე, ნარგიზი დავითაძე, ზვიად ცეცხლის დედა, მარიზი კობახიძე, თორნიკე გოშაძის დედა იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.